სალამ ჩემო მოტომეგობრებო, მოგესალმებით ყველასთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელი ადგილისთვის. Pit-stop Moto-დან ჩვენს უკან არის Pit-stop Moto, სადაც ახლა შევალთ და დღეს გვექნება დღევანდელ ეპიზოდში განსხვავებული მოტოციკლის test drive-ი. ძალიან მაინტერესებდა სულ ამ მოდელის განხილვა და თან იქნება პირველი adventure, enduro, light adventure რეალურად, რაც უნდა გავტესტოთ. ეს არის აპრილია ტუარეგი. ეხლა შევიდეთ შეგინით, გამზადებული უნდა დაგვხვდეს წესით. არ ყოფილვართ, შევალთ ახლა ვნახავთ თქვენთან ერთად და პირველად ჩვენი არხის ისტორიაში გავტესტავთ light adventures და ვნახავთ როგორ სიამოვნებას მოგვანიჭებს თქვენთან ერთად. წავედით. მასპინძელო. მოკლედ, სულ ახალი ტუარეგი ყავს, 3 კილომეტრია გავლილი ზუსტად ეს test drive-ზე ატარებენ ხოლმე, ქარხანაშივე, იქ რო გატესტავ ყველაფერი. ფაქტიურად სულ ახალი მოტოციკლი, ფაქტიურად რა სულ ახალი მოტოციკლია ცელოფნებში. პირველები ვართ, ვინც საქართველოში აი ამ მოტოციკლით გაივლის და იმედია რომ კარგი test drive გამოგვივა და ჩემს ემოციებს ნათლად გადმოგცემთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაინტერესებს, რაც ვნახე ამის რევიუები. ძალიან მაგარი მონაცემები აქვს და ძალიან კმაყოფილია ყველა ვისაც ეს მოტოციკლი ყავს. მეც დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი გასართობად საქართველოს ნებისმიერ ლოკაციაზე წავიდოდი ამ მოტოციკლით, მგონია რომ ძალიან მაგარი გასართობი იქნებოდა. ნახოთ რა გამოვა. ეხლა დავიფარებ ჩაფხუტს, ავიკაზმები და შეგვიძლია წავიდეთ ჩვენი სულ ახალი აპრილია ტუარეგით. ესე იგი, ტუარეგით გადავავსეთ გალფის სუპერით. ფაქტიურად მზად ვართ იმისთვის, რომ ქალაქის დასაპყრობად წავიდეთ, ცოტა off-road-ს გადავალთ ამ მოტოციკლით. თქვენ კი შეგახსენებთ, რომ პირველ რიგში გამოიწეროთ ჩვენი არხი და მეორე რიგში დაწერეთ ნებისმიერი სახის კომენტარი ჩვენი ვიდეოების ქვეშ. ამ ვიდეოს ქვეშაც შეგიძლიათ დაწეროთ რაიმე ნებისმიერი სახის კომენტარი და მოიგებთ ჩვენი მეგობარი კომპანია გალფისგან 60 ლიტრ სუპერს, 2 იღბლიანი. მოიგებს 30 ლიტრ სუპერს, ამიტომ ნებისმიერი სახის კომენტარი შეგიძლიათ დაწეროთ და ზუსტად ერთ კვირაში რენდომაიზერის მიხედვით გამოვლეთ გამარჯვებულები. ავიდეთ თათმინდაზე, ჰასკიში. ეს რა კაი იყო, დავამოყავეთ? ანუ გვირაბში რომ გავიარე ავტომატურად ღამის სენსორმა აითვალა სპიდომეტრი გადაერთო ღამის რეჟიმზე და შემდეგ ისევ გადმოვიდო დღის რეჟიმზე. აკეთე ავდივართ ახლა ჰასკისკენ, ცოტა წავი off-road-ოთ, გავკატავდეთ. აქამდე რაც მოვედი, ახლა pit-stop-დან რუსთავოვამდე მოსვლი და ძალიან კომფორტულია ეს მოტოციკლი. ქალაქისთვის, აი როგორი შეგიძლია მაგითი თითქოს პრადოზე ვზივარ. ყველა ზევიდან უყურებ. საშუმაკლია ახლა და სადმე ნებისმიერ ადგილას რომ გავაჭრა ეგეთი მოტოციკლია რა. ბუხრუჭები აქვს სასწაულად მაგარი. ძალიან მაგარია. წერა რაღაც პატარა სიტუაცია იყო, არ ვიცი, გადაღებული კამერა ხომ თუ არ ჩართული, არ ვიცი, მაგრამ რა ზებრაზე გადავიდა ვიღაცა გოგო რომელიც საერთოდ არ ჩანდა, მანქანის წინ იყო რა, საერთოდ არ ჩანდა რა. აი ისე უცებ გავჩერდი, მეთქი ვაიმე, სტოპზე ვამისწავიდა, არ მოველოდი ეგეთ სწრაფ გაჩერებას და ძალიან კარგი იყო, ბუხრუჭებზე ძალიან მაგარია, რესპექტი ჩემგან, მაგარი სამუხრუჭო სისტემის გამო აპრელიას. მანევში მოყვება აი დებჩუსტი ვითხვარო მე და მოტოციკლს ისეთი მანევრული არის რომ აი გონია რომ დაუბრკოლებელი მისი არ არსებობს ამ მოტოციკლებისთვის რა საჭეს რამხელა მოხოვა აქვს იცით აი ვისაც ქონია შეხება BMX-ები თუ იცით ველოსიპედების საჭირო 360 გრადუსით რო ტრიალდებს რა აი ეგეთ შეგდება მგონია რომ ამის საჭეს ენდი არა, დასრულება არა, აქ რა სუტრიალებს მგონია ამისი საჭერა. თორქი აქვს ძალიან მაგარი, გადავზარდეთ ხალხოთო, გადავზარდეთ, გაიხარე, კარგად ზარდებოდეთ, ახალდის, შემოგთავაზებთ კატაობას, მაგრამ აბა ვიღებ.
არ შეიძლება მე ცალი გამივრატდება. აი, საბურავად ეხა თან სუახლები ხო არის ცოტა მოჯედა უნდა. თან ძრავით ეხა სუახალი არის იდეაში აპკაკაზე. აი და ცდილობ რომ ძალიან არ ვაწამო რა. არ იქნება ეხა ამ ვიდეოში ვიცეოდებით წეჭკებს და სახის გაძრობებს არ იქნება, იმიტომ რომ სუახალი ვაი კი არის. ჯერ აპკაკა აქვს გასავლელი და ვერ ვაწამებ ისე გულიანად როგორც მე მინდა და კომფორტულად ვიმგზავრე და ნახოთ რა შეუძლია უბრალოდ როგორც სიამოვნებას მოგვანიჭებ. ჯერჯერობით, აი დავით. სოლოლაკამდე ვარ მოსული და ძალიან კომფორტულია, ძალიან გამისწორდა. თორქი აქვს ძალიან მაგარი, 2 ცილინდრი და 660 კუბური სანტიმეტრი. ზუსტად იგივე ძრავიდეს ამ მოტოციკლში, რომელიც დევს ტონ 660 და RS 660-ში. ეგ ის მოტოციკლები არის, რომელთაც იდეაში აი მაგას ამერიკაში და ევროპულ რომელიღაც ქვეყნებში არსებობს აპრილიას კაფი რა. RS 660 კაფი არსებობს, სადაც მხოლოდ RS 660-ებით დაგაზაობენ ტიპები და არის სასწაულ ჯანზე ხა იმ შემთხვევაში 100 ცხენამდე არის, 100 ცხენი არის ხარხლულად რაც აქვს ეხა ამ ძრავს. თუმცა ამ შემთხვევაში დეფორსირებული არის ელექტრონიკის ხარჯი და აქვს 80 ცხენის ზალა, თუმცა სავსებით საკმარისი არის იმისთვის, რომ აი ნებისმიერ ადგილას იმედიანად ვიყოთ, რომ ჩვენ ეხა ამ მოტოციკლით აი ყველგან ავალთ, აი მართლა ეგეთი შეგრძნება მაქვს. რეჟიმები ეხა ამ წუთას ინდივიდუალური მაქვს, ეხა ექსპლორზე გადავერთე და ნახოთ ეხა. ძალიან კომფორტულია, ბიჭო. აი დააკვირდე აქ შეიძლება დაშბორდზე ნახე. ოპა, გადავიდა, ძალიან კაია. არაფრის დაჭერა არ გჭირდება, ძალიან ნელ-ნელა. შო, განაცდა, ეგ არის. განაცდა მონიტორზეც. ну короче აქამდე რაც მოვედი ძალიან კაია. აი როგორ მეტყვა იცი? ყველა ქართულს რო უნდა ყავდეს, ყველა ქართულ მოტომოყალს რო უნდა ყავდეს, იმიტომ რომ საქართველოში გვაქვს აი ტუარეგის გზები გვაქვს რა. ნებისმიერ ლოკაციაზე ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ბაიკით წავიდოდი და ვიკაიფებდი ძალიან ბევრს. მაგრად გავერთობოდი. ძალიან კაი ტიპია და როგორი შეგდება მაგითი ახლა 100 პრომიდია რა მაგით მგონია რომ რაღაცა 150-200-ით მივიდივარ შეიძლება იყო ისეთი არაეროდნომიკული არის იდეაში მაღალ სიჩქარეზე საერთოდ არ არის გათვლილი რა და მგონია რომ ძალიან მაგარ შეგნებს გაზდოს მაგის ხარჯზე რომ იდეაში არაეროდნომიკის ხარჯზე მგონია რომ გაცლებით მეც მიდიხარ სპიდომეტრზე დახედავ და რეალურად 60-80-ით მიდიხარ მაგრამ გრძნობობები ძალიან მაგარი აქვს რა აბა ედი აბა ძალიან კაია ბიჭო არ მოულოდ ტენერეს ადარებს ყველა იმიტომ რომ რეალური კონკურენტი ამისი არის ტენერე და ძალიან მაინტერესებდა იმიტომ ტენერეს მიტარებია და ტენერესთან შედარებით აი რატომღაც მგონია არ მახსოვს ზუსტად ეხა ტენერეს თუ ესე გვერდიგვერდ არ დავაყენებ რა თქმა უნდა ვერ გავიხსენებ ესე მაგრამ მგონია რომ ტენერეს უფრო უკეთესი თერქი აქვს მაგრამ კომფორტის თვალსაზრისით ეს უფრო კომფორტულება ეხა მე მაგალითად ვიდრე ტენერე ეგ მახსოვს საცოლის თავის კლასში ყველაზე დაბალი დასაჯდომი აქვს ანუ შედარებით დაბალ ადამიანებს მე პირადად ამტყდას 1.85 ვარ და გააზრდას აღარ ვაპირებ მაგრამ ჩემთვის ეს იდეალური სიმაღლე არის აი ყველა ნებისმიერ ადგილას ფეხს დავდები რაოსროუზის აღნა წავიდი ამ ბაიკით რა ვიყო და შესაბამისად ძალიან კომფორტულად ვიზნობა ამ ბაიკზე ხა თავს აი უგზაობაზე ხა მაგალითად რამდენიმე იამკა შეგხვდა ძალიან სწორი კი არის საქართველოში იამკები მაგრამ იამკას რა ქვია ქართულად არ ვიცი რა ქვია იამკას ქართულად დამიწერეთ კომენტარებში რა ქვია რამდენიმე იამკაზე უგზაობაზე ისე გადავიარე ვერც მივხვდი რომ საერთოდ რამეზე გადავიარე რა ძალიან კომფორტული არის ზაფხულში იდეაში თუ დაგასპოილერებ და გეტყვით რომ საქართველოს ტურს გეგმავ ბაიკით ვაპირებ შემოვიარე მთელი საქართველო ვინც გადავნებს აუ რა კაი მუხრიწი აქვს ვინც გადავნებს თავს გეცედებათ რა ნუ ძალიან მიყვარს მე პირადად მოგზაურობა ეგ არის ჩემი ძალიან ისეთი სუსტი წერტილი
მოტოციკლის მოგზაურობა აი ყველაზე მაგარი რაც შეიძლება რომ გააკეთო ჩემი აზრით. ხოლო მოკლედ წელსაც მაქვს გეგმა საზღვარგარეთ წასვლის, თუმცა საზღვარგარეთთან ერთად აუცილებლად იქნება საქართველოს ტურიც წელს და აი საქართველოს ტურში აი ესეთი მოტოციკლით, ამ მოტოციკლით ვიმოგზაურებდი დიდი სიამოვნებით, იმიტომ რომ ფაქტიურად მიუვალი ადგილი არ არსებობს ამ მოტოციკლისთვის. წარმოგიდგენთ, ეხლა თუშეთში ვარ სპორტბაიკით ნამყოფი და შესაბამისად, აი ამითი რომ წავსულიყავი, აი შეიძლება 1 საათში ყოფილიყავი თუშეთში რა. ძალიან კაი ტიპია რა. ესე იგი, მოვედით ჰასკიში. ჰასკიმდე ვიკატავეთ ძალიან გემრიელად. არ ველოდი სიმართლე გითხრათ, ძალიან კომფორტული აღმოჩნდა აპრილია ტუარეგი. ზოგადად ეს ლაითი ადვენჩერები რაც არის, ჩემს და არა მარტო ჩემს წარმოსახვაში, ზოგადად ძალიან მოსაწყენი მოტოციკლის შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს არამხიარული მოტოციკლი არის და უბრალოდ დაჯდე და სადღაც წახვიდე და რაღაცა სიამოვნება მიიღო, მაგითი შეძლებს დაგვარად. რაღაც ეგეთი შთაბეჭდილება ძალიან ბევრ ადამიანს. რეალურად, აბსოლუტურად ახლოს არ არის ეგ შთაბეჭდილება იმასთან, რასაც არის მოტოციკლი და ზოგადად აი ეს კლასი გვაძლევს. ჯერ მოდი გეტყვით ამ აპრილია ტუარეგის კონკურენტები არის Yamaha Tenere 700, ასევე არის Kawasaki Versys 650. ამ მოტოციკლებს არ უნდა მოვთხოვოთ, მაგალითად პანიგალესავით იდეალური იერსახე, ან თლიანად დაფარული პლასმასებით მარიაჟობა და ასე შემდეგ. ეს მოტოციკლი აბსოლუტურად სხვა კლასი არის და თავის კლასში შემეძლია ვთქვა, რომ იდეალურად ართმევს თავს ყველა პირობას აბსოლუტურად, რაც შეიძლება რომ გვჭირდებოდეს ჩვენი დაკმაყოფილებისთვის უგზაობაზე. ეს არის ის მოტოციკლი, რომელსაც მე თუ მკითხავ, აი ყველა ქართველი იმსახურებს, რომ ყავდეს, ყველა ქართველი მოტომოყვარული იმსახურებს, რომ ყავდეს გარაჟში, იმიტომ რომ საქართველოში გვაქვს ზუსტად აი ამ მოტოციკლისთვის იდეალური, ახლა მიშა მოკვდა ეხა 2 წამი და აი ჯემი ჰასკიში ვარ და ვინც იცით ხიძოდ გავართ. ბევრ ადგილას არის ჩატეხილი და კინაღამ ოპერატორი დავკარგეთ ეხლა 2 წუთის წინ. ეს არის მოტოციკლი, რომელიც სკუტერთან ერთად ყველას უნდა ეყენოს, მოკლედ ყველა მოტომოყვარულს გარაჟში, იმიტომ რომ საქართველოში გვაქვს ზუსტად ის რელიეფი, რაც ჭირდება აი ამ მოტოციკლს იმისთვის, რომ იდეალურად ვიგრძნოთ თავი ჩვენს ფეხებს შუა ამოდებული მოტოციკლით. ძალიან კმაყოფილი ვარ, ძალიან გავერთე, ძალიან მხიარული მოტოციკლი არის, მოკლედ და ერთი სული მაქვს, ახლა კიდე როდის დავიწყებ, ცოტა ოფროუდზეც გადავალ ახლა და ნახავ რას იზავს ცოტა უგზაობაზე ეს მოტოციკლი. გვაქვს 659 კუბური სანტიმეტრი ძრავი, ეს არის ზუსტად ის ძრავი, წეგან ამოსვლისას ვახსენე, რომელიც დევს ტუონო 660-ში და RS 660-ში. ნუ იმ შემთხვევაში გვაქვს 100 ცხენი ძალამდე, თუმცა აქ გვაქვს დეფორსირებული ელექტრომობად შეზღუდული ცხენები, 80 ცხენს ითვლის ეს მოტოციკლი, 70 ნიუტონ-მეტრზე არის და არის ძალიან ჭკუა მხიარული მოტოციკლი. არ მოგწყინება ნამდვილად ამით სეირნობა არსად. ეხა ჩემი აზრით, ეხა აი ამ მოტოციკლზე უკან პატარა საბარგულს დავამაგრებდი და წავიდოდი შემოვლედი მთელ საქართველოს, ზემო აჭარაში, რაჭაში, თუშეთში, აი იდეალურად გაართმევს, ისე მაგრა გასიამოვნებს, რომ აი ყველას გისურვებთ, რომ მსგავსი კლასით წასულიყავით და შემოგიარეთ მთელი საქართველო. მე მიხვდებით, რას ნიშნავს ლაითი ადვენჩერით სიამოვნება. ამ მოტოციკლს რაც შეეხება, არის 187 კილოგრამი, 18 ლიტრიანი საწვავის აუზი აქვს, რაც სავსებით საკმარისი არის იმისთვის, რომ ერთი გავსებით შემოვიაროთ ძალიან ბევრი სასიამოვნო კილომეტრი საქართველოში. თუმცა ჩემპიონატი გამოცდილებიდან გირჩევდით ერთ რჩევას, რომ მინიმუმ 5 litrიანი საწვავით სავსე ავზით დაიმაგრეთ მოტოციკლზე და ბევრად თავდაჯერებულად წავალ ნებისმიერ ადგილას. ჩვენი ტუარეგი არის რალი ვერსია. გვაქვს Brembo სამუხრუჭე სისტემა, რომელიც წეგანვე აღვნიშნე მოძრაობაში, რომ ძალიან მაგარი მუხრუჭებით არის. აი მართლა არ მოველოდი ეგეთი მაგარი მუხრუჭი თუ ექნებოდა და ესე მალე თუ გაუჩერდებოდი მოძრაობისას. ასევე გვაქვს SC პროჟექტის ქარხნული გამონაბოლქვის სისტემა თავიდან ბოლომდე, რომელიც ქარხნიდან მოყვება უკვე რალი ვერსიას.
და ნუ ულამაზესი დიზაინი, რომელიც მართლაც რომ არ არის პლასმასებით დაფარული, თუმცა ძალიან ლამაზ ფერებში არის. მე ცოტა მხიარული მოტოციკლების და მხიარული ფერების მოყვარული ვარ, თუმცა ნუ აი ამ დიზაინზეც ძალიან ესე კმაყოფილი ვიქნებოდი, მოკლედ რომ ყოლოდა ესეთი სახის მოტოციკლი. ფარი არის LED ფარი აპრილია სტილში გაკეთებული, რომელიც ძალიან უხდება, მე თუ მკითხავ. კომფორტის თვალსაზრისით 1.85 ვარ და იდეალური არის ჩემი სიმაღლისთვის. თავის კლასში ეს მოტოციკლი არის ყველაზე დაბალი. ტენერესთან შედარებითაც და კავასაკთან შედარებითაც, რაც იმის საშუალებას გვაძლევს, რომ აი 1.85 სიმაღლე, ორივე ფეხით ჩვეულებრივად ვგავარ ფეხის წვერებზე. ტენერეზე პირიქით ძალიან ისე ვარ ხოლმე, ანუ ერთი ფეხით შემიძლია რომ დავავეყრდნო რა. ამ შემთხვევაში ძალიან კომფორტული არის ეს, როცა აი ამ სიმაღლეზე იმედიანად ვარ ნებისმიერი გზა რაც უნდა იყოს ოფროუდის, მგონია რომ გადავლახავ. და მე მგონი მეტი სალაპარაკო ეხა ამ შემთხვევაში არაფერი არ არის, შეგვიძლია დავქოქოთ და წავიდეთ, ცოტა გადავიდეთ მთებზე ვიკატაოთ ჩვენი აპრილიათი. ძალიან სრიალებს ბიჭო. თელი ღამე წვიმდა და შუტალახებშია აქაურობა. ფაქტიურად ვერ დავდივარ, ეგრევე ეფლობა. საბურავი. მოკლედ რავი 1-2 კილო დავკარგე ისე გავოფლიანდი მოკლედ ძალიან მაგარი გასართობია ერთადერთი რასაც შევიტანდი ცვლილებას არის ჩემი ეკიპირება ეს ჩაფხუტი აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის ამ მოტოციკლთან არც ჩემი საერთოდ არაეკიპირებული როგორც გამოვიყურები ეხლა რომ მე მეცოდას კარგი ენდუროს ეკიპირება ან ადვენჩერის ეკიპირება პლუს ნორმალური ჩაფხუტით ანუ პისტა არის და ძალიან მაგარია უბრალოდ აი ამასთან არაფერ შუაში არ არის ვერ სუნთქავ რო დავდივარ იმდენად ჩახუთულობა არის შეგნით კარგი ეკიპირებით მოკლედ აი ამ მოტოციკლით ისე მაგრა გაერთობით სახში დაბრუნება არ მოგინდებათ არავის იმიტომ რომ ძალიან კომფორტული არის ყველანაირ საშუალებას გაძლევს რომ ყველაფრით გაერთოთ მით უმეტეს თუ მოტოციკლი არ დაგენანება ეხლა მე მაინც ვცდილობ რომ ძალიან არ გავწირო და არ გავხამდე მარტივად რომ თქვა და მოტოციკლი შევინახო ისეთ მდგომარეობაში როგორიც პიტსტოპმა გამოგვატანა ამიტომ ესეთივე რომ დაუბრუნო ძალიან არ ვაწავებ მოკლედ მოტოციკლს რა მაგრამ ვისაც არ დაგენანებათ ეს მოტოციკლი ისეთ მაგარ სიამოვნებას მოგანიჭებთ რომ აი პირობას გაძლევთ სახში დაბრუნება არ მოგიდებათ ისე მაგრად გაგისწორდებათ კიდე ერთი გზა მეგულება იქ ენდუროს გზა არის და ვნახავ მანდაც რამდენად კომფორტულად დავალ In the city and I'm working since he bad. The brothers on the island and I think you know the world. We in the luggage and it's going to a turn. Everybody in the area ain't messing with the herd. Თეოდელი დღე დასასრულს მივახლოვ და ძალიან ბედნიერი დღე გამოვიდა მოკლედ მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ აპრილიასგან ნამდვილად არ მოველოდებოდი ესეთ სიამოვნებას, რაც დღეს მე მივიღე, ძალიან კმაყოფილი ვარ. ტუარეგი, ვისაც გონებაში გაქვთ რომ შეიძინოთ, არ ინანებთ არც 1%-ით, იმიტომ რომ იმდენად კმაყოფილი ვარ, ისე მაგრა გავერთე ოფროუდზეც, ასფალტზეც, აი ჩვეულებრივ მოსახოვებში ასფალტზეც კი ძალიან კომფორტულად და მყარად გზნობს თავს ეს მოტოციკლი და ძალიან კარგი გზნობა იყო ეს ყველაფერი. ბრემბოს წინა და უკანა სამუხრიჭე სისტემაზე აი აღფრთოვანებული ვარ, ისეთი მაგარი მოხრიჭები აქვს რომ მართლა სიტყვები ზედმეტი არის, ამაზე მაგას უბრალოდ ფიზიკურად არ ჭირდება. ნებისმიერი სიჩქარიდან სტოპზე ჩერდები ჩვეულებრივად ისე მაგრა ჩერდება მოტოციკლი რა. ნუ ეს ცი პროექტის გამონაბოლქვის სისტემა თავიდან ბოლომდე რაც ქარხნულად მე მოყვება რალი ვერსიას არის იდეალური, ხმის თვალსაზრისით არც გაწუხებს, არც ძალიან ჩუმი არ არის და შესაბამისად ძალიან იდეალურად არის მორგებული ჩვენ ყურს და ქალაქის ტემპს როგორც დავდივართ ქალაქში და ნუ ზოგადად ეს მოდელი ეს light adventure-ები რაც არის, ანუ ნელ-ნელა
ყველას აი ჩემ გარშემო და მათ შორის მეც იყო პერიოდი, როცა მქონდა წარმოდგენა, რომ ძალიან ისეთი მოსაწყენი მოტოციკლები იყო, არაფერი დიდი პლასმასებით ეს არ გამოირჩეოდა, რაღაცა უაზრო ცხენივით მაღალი მოტოციკლი იყო, რაღაცა რომელსაც მხოლოდ თუ რაღაცა თებში გამოვიყენებდი, რეალურად არ არის ესე. ქალაქისთვისაც არის ძალიან კომფორტული, ესეთი ლაითი ადვენჩერები და არა დიდი ადვენჩერები. და უგზოობაზეც ნებისმიერ ადგილას, აი ხა მაგალითად რო ვიხსენებ თუშეთში რო ვიყავი წასული სპორტბაიკით, ამითი რო ყოფილიყავი, ალბათ 9 საათში ავიდოდი ალბათ ზევით ისეთი. ან შეიძლება ვაშე ერთ სამ სულიყავი და ვერ გადარჩენილიყავი, ისე მაგრა გამიწორდებოდა აი ამითი გაზაობა. ისე მაგრა მოყვება, ისეთი დინამიური მოტოციკლი არის და ისე მაგრად არის სიმძიმისეტრე დაბალანსებული, რომ სულ გინდა რომ იგაზავ, აი სულ გინდა რომ ზანოსში ჩააყენო, ტრაკი წააღებინო, გასვეჭკო, აი რაღაცები გინდა რომ გააკეთო რა, ცხვირი ააწევინო, რაღაცები გინდა რომ გააკეთო რა. და ძალიან კაია, მოკლედ რა მართვაში მოყვება 100%-ით და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პიტსტოპ მოტოს იმისთვის რომ გვანდო ეს სულ ახალი მოტოციკლი. ცელოფნებში არის ჯერ კიდევ ეხლა ამ მოტოციკლს გავრეცხავთ, გავალამაზებთ და მივიყვანთ ისევ პიტსტოპში. ძალიან კმაყოფილები ვართ დღევანდელი გადაღებით. თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ უბრალოდ კიდევ რომელი მოდელი გაინტერესებთ, რომ შემდეგი ვიდეოები გავითვალისწინებთ და შემდეგი ვიდეოები შემოგთავაზოთ მაგ მოდელთან დაკავშირებით, ტესტ დრაივები. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ მეგობარ კომპანია Galps, რომელიც ყველა ვიდეოში ამიერიდან, წინა ვიდეოდან მოყოლებული 60 ლიტრ საწვავს გადაცემს 2 იღბლიან გამარჯვებულს. მონაწილეობის მიღება ძალიან მარტივია, უბრალოდ უნდა გამოგვიწეროთ YouTube-ზე, აი ამ ვიდეოს ქვეშაც დაწერთ ნებისმიერი სახის კომენტარი და 2 იღბლიანი ზუსტად ერთ კვირაში რენდომაიზერის მიხედვით გამოვლინება და 30-30 ლიტრ სუპერს მიიღებს Galps-ისგან. ასევე ერთი ძალიან მაგარი სიახლე მინდა გაცნობოთ, ძალიან მალე, როცა 15000 გავხდებით YouTube-ზე, როდესაც გვეყოლება 15000 გვექნება ჯიგარი ხარ ძმაო. მოკლედ, როდესაც მივალთ 15000 გამომწერამდე YouTube-ზე, 15000 გამომწერზე გავეთამაშებთ გრანდიოზულ პრიზს. არ გეტყვით ჯერ წინას და არ დაგასპოილერებთ, ჯერ კიდე რაღაცა მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს მაგ თემასთან დაკავშირებით. დიდი ალბათ 80% გამოსული არის მარტივად რო გითხრათ და 15000 გამომწერზე ერთ ძალიან იღბლიან ჩვენს გამომწერს, ჩვენს მაყურებელს გადავცემთ ისეთ გრანდიოზულ პრიზს, რომ ნამდვილად მთელი ცხოვრება ემხსოვრება. მოკლედ, შეგიძლიათ უბრალოდ გამოგვიწეროთ, დაგვიწეროთ ნებისმიერი სახის კომენტარი და გაერთოთ ჩვენთან ერთად, გამოყვებით სხვადასხვა თავგადასავლებში და ისიამოვნეთ ჩვენთან ერთად აი ამ დეგენერატობებით, რასაც ვაკეთებთ. მოკლედ, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდში.